სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ დღეს გადავალთ 73 ნაწილზე, რომელიც იგივე თვის, იგივე წლის, ანუ 2020 წლის 26 აპრილს იქნა ჩაწერილი სადღაც ერთ კვირაში ალბათ. იცით რომ კოვიდის დროა, პანდემიის დროა და ალბათ საშუალება აქვს რომ 1000-მდე კითხვაც მოვიდაო, რომ გაეცა პასუხი ძალიან ესეთ დაძაბულ პერიოდში, იცით, ჩვენი კაცობრიობის ისტორიაშიც, ერთ-ერთი მე რასაც შევხვედრივ ყოველ შემთხვევაში შემცხოვრებაში, ეს იყო კოვიდის პანდემიის პერიოდი, როცა სამყარო უცებ შეიცვალა, ხო, ჩვენს ირგვლივ და რა კარგია რომ მე რწმენით დახვდით, თქვენც ალბათ რწმენით დახვდით ამას და არ იყო ძალიან ძლიერი ზეგავლენა, რაც მოახდინა ადამიანებზე. ეს არ არის მარტო ავადმყოფობა და ფიზიკური სიკვდილი, არამედ ფსიქოლოგიური ტრავმებიც ძალიან ბევრმა მიიღო და ვერ ალაგებდა და ბევრი კითხვებიც მოსდიოდა თავში და ბუნებრივი ადამიანებიც ძალიან გააქტიურდებოდნენ კითხვებში. შემდეგი კითხვა ესეთია, რას ნიშნავს სიცოცხლის წიგნიდან ამოშლა, შეუძლიათ თუ არა რომ ქრისტიანმა დაკარგოს მისი სულის ხსნა. ამაზე ბევრი ულაპარაკია ჯონ მაკარტურს, ვინც მოგზდევს და ვინც მოყვება კერძოდ გამოცხადების წიგნიდან მესამე თავიდან. ეს არის იქ ნახსენები და მოდით ახლა პატარა შესავალს გააკეთებ ჯონ მაკარტურ და მე პასუხს გაცემს ამ კითხვაზე, რომელიც დასვა ქალბატონმა. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ დღეს საღამოს ერთად ყოფნის შესაძლებლობა გვეძლება და გსურს რომ დაგეხმაროთ და გაცნობოთ, რომ ბიბლიაში თქვენს კითხვებზე პასუხებია და წაგიძღვეთ მათ წასაკითხად და ამოსაცნობად. მე ამას ვიტყოდი, დღევანდელ დღემდე მიღებული ასობით და ასეული თუ არა ათასობით კითხვის საფუძველზე, ჩემთვის აშკარა რომ ათასობით ადამიანის ცხოვრებაში ძალიან პასუხისგებლობას განიცდის. ზოგიერთი კითხვა ძალიან მარტივი და მოკლე კითხვებია, ზოგი კი გვერდებად არის ჩამოყალიბებული, სადაც ცხოვრებისეული საკითხებია ახსნელი, რამაც კონკრეტულ კითხვამდე მიგვიყვანა. ასე რომ ვიცი რომ ეს რეალობაა და მე ყოველთვის ვიცოდი ეს, რომ ჩვენი მრევლი და ვინც ჩვენი მსმენელები არიან, ჩვენი მსახურების ნაწილი, რომ ეს ჩვენი კითხვა-პასუხების სესია მათ ეხმარებათ და მათ ყოველთვის აინტერესებთ თავიანთ კითხვებზე, რომლებიც მათ გულში იბადება, პასუხები ბიბლიდან მიიღონ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ გრეისის სათემოების ეკლესიას ასევე აქვს უამრავი რესურსი. და შესაძლოა თქვენს კითხვაზე პასუხი თუ აქ ვერ მიიღებთ, აუცილებლად თუ მოძებნით და მე მიგითითებთ იქითკენ, სად შეიძლება ეს მოიძიოს. იმიტომ მასზე უფრო სრულყოფილი პასუხები იქ არის გაცემული. ეს არის Grace Church-ის ორგანიზაციის ვებსაიტზე, ასევე Grace to You, ასევე gracebooks.com, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი წიგნი და გამოიწეროთ. მაგრამ Grace to You-ზე და Grace Church-ზე იქ უფასო რესურსებია, მრავალი ჩვენი პასტორების მიერ დაწერილი და ნაქადაგები სიტყვები PDF ფაილზე შეგიძლიათ მოიძიოთ. იქ არის განხილული უამრავი საკითხები და თუ ლიტერატურა გინდათ უფრო ღრმად, უკვე gracebooks-ში გადახვალთ.com-ზე და იქ შეგიძლიათ ნახოთ. პირველი ალბათ სასწავლო ბიბლია იქნება მაკარტურის, სადაც უამრავი ესე თქვათ მასალებია მოცემული, შეგიძლიათ სხვადასხვა ვერსიები, ESV, მაგალითად ინგლისური სტანდარტ ვერსია, ან ახალი მეფე ჯეიმსის ვერსია, ან ახალი ამერიკული სტანდარტული ვერსია, რომლითაც ჩვენ სარგებლოთ და არის სკოლიოს 25000-იანი სიტყვით შედგება, სადაც შეგიძლიათ დეტალურად მიიღოთ აქ ამ სკოლიოდან პასუხები ბევრ კითხვებზე. თუ გინდათ მაგალითად უფრო ღრმად გამოკვლევა ამ საკითხების, ხო? გირჩევდით ესეთ წიგნს ბიბლიური დოქტრინა, რომელიც ჩვენ ვებგვერდზე შეგიძლიათ აიღოთ. ის ძალიან დიდი არის, 3.5 ინჩია დაახლოებით, დიდი წიგნია. ეს არის რესურსების წიგნი, ცნობარი წიგნი. ეს არ არის ეს წიგნი, რომ დაჯდე და წაიკითხო. არა, როდესაც დაგჭირდებათ რაიმე კონკრეტული, შეგიძლიათ ინდექსი მოძებნოთ, სათაურები და შეგიძლიათ ამ ინდექსით ნებისმიერ საკითხზე მოიძიოთ ბიბლიაში ყველა არსებული მასალები. და ძალიან კარგი წყარო არის, რესურსია თქვენს დაუშვათ ცოდნის გასაღრმავებლად.
ასევე როგორც გითხარით Grace to You ვებსაიტზე შეგიძლიათ უამრავი საკითხი განხილვით, ბევრი კითხვები და პასუხებია ჩვენი წარსულის მოცემული, ასევე ბევრი ქადაგებები დალაგებული არის, როგორც წიგნებად შეგიძლიათ მოძებნოთ, ასევე თემატობრივად ქადაგებები დალაგებულია. 50 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი დალაგებულია და ჩამოწერილია და ყველანაირ სერიას ეხება ეს ქადაგებები. ასე რომ შეგიძლიათ ესენი გამოიყენოთ, ის სრულიად უფასო არის Grace to You-ზე და მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია. ახლა კი დღეს საღამოს ჩვენთვის დიდი სიხარული და დიდი სიამოვნებაა, რომ შეგვიძლია უპასუხოთ თქვენ ზოგიერთ კითხვას და პირველ კითხვაზე ესე გვისვავს აიდა. ნიშნავს თუ არა გამოცხადების მესამე თავის მეხუთე მუხლში აღორძინებულ ქრისტიანს, რომ დაკარგოს ხსნა და რას ნიშნავს ჩვენი სახელების დაშლა სიცოცხლის წიგნიდან. ჯონ მაგარდური პასუხობს. კარგით. პირველ რიგში ეს ნამდვილად არნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ხსნა. თუ დღეს დილით ჩვენთან ერთად იყავით, მე ვიქადაგე ქადაგება, ძირითადად სახელწოდების რწმენა, რომელიც ვერ შეირყევა. მარადიული ხსნა უბრალოდ ეს არის და ის არის მარადიული. თუ თქვენ რჩეული და წინასწარ განსაზღვრული იყავთ ხსნისათვის, თქვენ რჩეული და წინასწარ განსაზღვრული იქნებით განდიდებისთვის. ვინც უფალმა აირჩია, გახსოვთ ხომ? ის წინასწარ განსაზღვრა, ვინც მან წინასწარ განსაზღვრა, ამბობს ამას პავლე მოციქული რომელთა მერვეში, ის გაამართლა კიდევაც და ვინც გაამართლა, მას განადიდებს კიდევაც, ხო? ყველაფერი, რასაც მამამ აძლევს, გახსოვთ იესო რო ამბობს, ჩემთან მოვა და არც ერთ მათგანს არ დავკარგვა, არამედ უკანასკნელ დღეს აღვადგენ მას. რას ნიშნავს ახლა თქვენ რაც ახსენეთ გამოცხადების წიგნში მესამე თავის მეხუთე მუხლში? ეს არის ერთ-ერთი ეკლესიისადმი მიწერილი წელი. როდესაც საუბარია თქვენი სახელის სიცოცხლის წიგნიდან ამოშლაზე. მე ახლა კონკრეტულად გეტყვით იმ ეკლესიას, რომ ჩვენ და წავიკითხავ იმ ადგილს. აგერ მესამე სარდეს ეკლესიის ანგელოს მისწერი. ასე ამბობს თქო, ვისაც ღვთის 7 სული აქვს და 7 ვარსკვლავი აქვს. ვიცი შენი საქმე, რომ ცოცხალი სახელი გაქვს, შენ კი მკვდარი ხარ. გამოფხიზლ და განამტკიცე ის, რაც დაგჭა და სიკვდილის პირასაა. ვინაიდან ვერ ხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე. გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე და დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ როგორც ქურდი და ვერ გაიგებ რა დროს მოგივალ. თუმცა ყავს სარდეში რამდენიმე კაცი, 60 რომ არ წაუბილწათ, ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან. გამარჯვებული ჩაიცავს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოუშლი, ამბობს, ნახეთ, არ ამოუშლი სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუნება სული ეკლესიებს. ესე იგი, სარდეს ეკლესიას მიწერს და მერე გადადის ფილადელფიის ეკლესიაზე. ასე რომ ეს არის რასაც ამბობს. ეხლა ჯონ მაკარტური ყვება, ეს არის საინტერესო ისტორია ამ საკითხის შესახებ. ძველად ქალაქები ერთგვარი ეს იყო გარკვეული ცნობილი ადამიანების შესაკრებელი, ხომ? და ხალხი ამაყობდა თავისი მოქალაქეებით. შეიძლება ითქვას მშობლიური ქალაქი და ამაყობდა რომ ის ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე იყო. ის ნიშნავდა რომ ისინი კარგ მდგომარეობაში იყვნენ, რომ ისინი საზოგადოებაში პატივცემული პირები იყვნენ, ალბათ თბილის ქალაქობაც გაიგიათ, ხო? იქიდან არის ესე იგი აღებული, რომ საპატიო მოქალაქეებად ცნობა, ხო? ამა თუ იმ ქალაქებს აქვს ეს წესი. ქალაქებს ჰქონდათ როლი, მათ ჰქონდათ ჩანაწერი, მათ ჰქონდათ თავიანთი მოქალაქეების სია. და თუ თქვენ ქალაქის მოქალაქე იყავით, ამ გაგებით პატივსაცემული და პატივს გცემდნენ. თუ დანაშაულს ჩაიგდენით, თუ რამე სკანდალურს გააკეთებდით, ან თუ ამ ქალაქის მიზნებისა და გეგმების წინააღმდეგ წახვიდოდით, მტერი გახდებოდით, უღალატებდით, ისინი თქვენ სახელს წიგნიდან ამოშლინეთ. თქვენ აღარ ჩაითვლებოდით ღირსად, რომ ამ ქალაქის ნაწილი ყოფილიყავით. და რასაც გამოცხადების წიგნი ამბობს, არის შემდეგი. თქვენ უნდა გაიგოთ და არაურიოთ ეს. მათ შეუძლიათ თქვენი სახელიც ამ ცხოვრებაში სიდან ამოშალო, მაგრამ თქვენი სახელი არასოდეს ამოიშლება. ხედავთ რას ამბობს? თქვენი სახელი არასოდეს არ ამოიშლება სიცოცხლისგან, რომელიც ღვთის წინაშეაო. ეს სამყარო შეიძლება თქვენ უარყოფდეთ, თქვენ უარყოთ, მაგრამ ღმერთთან ესე არ მოხდება. ამგვარად იმის ნაცვლად რომ იგულისხმობს, რომ შენი სახელი შეიძლება წაიშალოს სიცოცხლისგან, ეს საპირისპიროს ამბობს. შენი სახელი არასოდეს წაიშლებაო სიცოცხლისგან, რადგან ეს მუდმივია. და შენი ხარ, არა იმიტომ რომ ღირსი ხარ, დაიმსახურე შენი კეთილი საქმეებით ან შენი რაღაცა მდგომარეობით, არამედ იმიტომ რომ ქრისტეა ღირსი და შენ
ქრისტე იწამე და უკვე ქრისტეში ხარ. ასე რომ ეს არის დაპირება, რომ ეს არასოდეს არ მოხდება. ეს არ წარმოგვიდგენს იმის შესაძლებლობას, რომ ეს შეიძლება მოხდეს პირიქით. ეს არ მოხდებაო, უფალი გვპირდება. მადლობა მოსმენისათვის.